სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები და შემდეგი კითხვა ძალიან პრაქტიკული და ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ როცა ადამიანი ცდილობს წმინდად იცხოვროს, ხომ? ბევრ საკითხებში, რომელიც შეიძლება არ იყოს ისე ნათლად გადმოცემული პრაქტიკულ ცხოვრებაში, არ იცი როგორ მოიქცე და ერთ-ერთი არის მაგალითად სიჩქარის გადაჭარბება. ქრისტიანს შეუძლია ჩქაროსნულ გზებზე სიჩქარის გადაჭარბება. ეს ჩაეთვლება მას რაღაც კანონის დარღვევად. და მე ესე დავასათაურო ჩქაროსნულ გზებზე სიჩქარის ლიმიტის დაცვა ქრისტიანისთვის ლეგალიზმად ჩაითვლება? ესე იგი, აინტერესებს პიროვნებას, რომ ლეგალისტი როდის შეიძლება ადამიანს უწოდოთ. და ლეგალიზმის განმარტება მე მინდა მოგაწოდოთ, ვინც არ იცით, ეს მოვიძიე ქართულ ლექსიკონებში. ეს აღნიშნავს სარწმუნოების ფორმალური და არასიღრმისეული განცდისა და წარმოდგენის ტენდენციას, განსაკუთრებულ ვალდებულებათა და მოვალეობათა ერთგვარი მამოძრავებელი ღვედის მსგავსად. ამგვარად არასათანადოდ ფასდება ამ დროს, როგორც ღვთაებრივი მადლი, ქრისტეს მიერ მადლი, ესე იგი უფასო საჩუქარი, ისე კაცთმოყვარეობა და რელიგია სულ უფრო და უფრო ხშირად დაიყვანება გარეგნულ ქცევასთან დაკავშირებულ განსაზღვრულ მითითებებად, რომლებიც ადვილად მერე გარდაიქმნებიან კანონის რაღაცა დაცვამდე. სახარებებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იესოს გალაშქრებას ფარისეველთა ლეგალიზმის წინააღმდეგ. მათეს სახარება 23:1, 13:36 და ასე შემდეგ ამის პარალელები. ეს მინდოდა განმარტება რო გწოდნოდა და მე მაგალითს მოგიყვანთ, რასაც ჯონ მაკარტური სიტყვის, ვიცაც უმგზავრია და მე მიმგზავრია კალიფორნიის გზებზეც და საშინელება ხდება მან და აქაც არანაკლებია, მაგრამ უფრო კანადაში უფრო კანონმორჩილია ხალხი შედარებით, მაგრამ აქაც გვიწევს და მე მახსოვს არ დამავიწყდება, როცა ჩემი ვაჟიშვილი ახალი დაწყებული ქონდა და მე გვერდზე უჯექი და ვატარებინებდი, ხომ? და იქ იყო 80-იანი შეზღუდვა იმ ჩქაროსნულ გზაზე და მე ვეუნებოდი რომ 80-ზე არ გაჩერებულიყო, იმიტომ რომ საშიშროებას ქმნიდა. ჩვენ ვიყავით იქით დასავლეთ კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში და იქ არ იყო ისეთი ფართო გზები, ერთძოლიანი გზა იყო და როდესაც შენ ამას იზღუდავდი, რაც ეწერა იქ, ხომ? შენ ზღუდავდი ძალიან ბევრ მანქანას უკან. ასე რომ დინებასთან ერთად, აი რასაც ჯონ მაკარტური იტყვის, გააჩნია რომელ ზოლში ხარ, არ შეგიძლია, იმიტომ სიჩქარის ლიმიტი ზოგადად არის დაწერილი. ბევრს ეშლება ხოლმე, ეს არის შეზღუდული ლიმიტი, თუნდაც თეთრზე შავი ფონი, არის ყვითელი მითითებული, ესე ვთქვათ, რჩევის სიჩქარე, რომლის დარღვევა შენ არაფერს არ მოგიწევს, მაგრამ თვით შემზღუდავ სიჩქარის ლიმიტი არ არის განსაზღვრული. რა არის და როგორ არის, იმიტომ რეალური სიტუაცია სხვა არის და თვით პოლიციელები, თვით ჩვენი ინსტრუქტორებიც, როცა ჩვენ ვასწავლით, ყოველთვის გეუბნებიან, როცა შედიხარ მაგისტრალზე, ძალიან ჩქარა უნდა შეხვიდე. შეეცადე რომ ისე რომ ამ დინებას მიყვე, რათა არ შექმნა საავარიო მდგომარეობა, რომ იცოდეთ, ბევრ საავარიო მდგომარეობას ქმნიან არა ძალიან ჩქარა მოსიარულეები, არამედ ნელა მოსიარულე ადამიანები. მე მაგალითად პირადული მანქანით ნელა მიყვარს სიარული, 80 ძალიან დაბალია 100-ისთვის, მაგრამ 90, მაგრამ ვირჩევ ზოლს, სადაც არის 6 ზოლიანი და ვირჩევ მარჯვენა ზოლს. ასე რომ არავის არ ზღუდავ ამით, გესმით, მაგრამ თუ არის აჩქარებული, იქაც უნდა შენ აუჩქარო, იძულებული ხარ თუ არა, შეიძლება გადაგიაროს სატვირთო მანქანა. აი ძალიან ბევრს ეშლება და ამიტომ მახსოვს ჩემი მეუღლემ ვერ გაიგო, ის არ იყო ისეთი ხალ პროფესიონალი, მე უკვე მაშინ ავტობუსის ძღოლი ვიყავი იქაც და მოგვიწია ცოტა კამათის ზონეზე რომ რატო ვაძალებდი მე ჩემ შვილს, რომ ჩქარა წასულიყო და ის გძნობდა რაღაცა ზეწოლას. ამ დროს მე ვიცოდი ეს პრაქტიკულად და განცდაც ჰქონდა და აი ბატონი ჯონიც ახლა დაგვიდასტურებს მაგას, რომ თუ შენ მაგალითად არ დაარღვევ ამ სპიდ შეზღუდვას, სიჩქარის შეზღუდვა, შეიძლება შენ სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდე. აი მოდით მოусმინოთ ახლა პიროვნება, ვინც სვავს ამას. ჯონ მაკარტური აფრთხილებს, რომ ჩვენ კიდევ რაღაცა ორი კითხვისათვის დაგვრჩა დრო, იმიტომ რომ სხვას ახლა ვეღარ მოვასწრებთ და მინდა რომ ბოდიში მოუხადო იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება გაუცემელი კითხვები დაგრჩათ და გადავიდეთ აგერ მარჯვნივ. და კითხვის ავტორი სვავს, რომელთა მერვე თავში. უკაცრავად ბოდიში ის თვითონ ასწორებს და ეს მე არ შემშლია, მე ისევე დავტოვე როგორც თქვა, ბოდიში რომელთა მე-13-ში და პეტრეს პირველ წელში.
სადაც ნაბრძანებია რომ ჩვენ უნდა დავერჩიოთ ყველანაირ მთავრობას და ყველანაირი ავტორიტეტს. სად შეიძლება ამან მიიღოს ლეგალისტის სახე, ან ლეგალიზმის სახე. კლასიკური მაგალითი ალბათ სიჩქარის შეზღუდვაა გზებზე, მანქანით მოძრაობისას. როცა ჩვენ ვაჭარბებთ, მას უნდა ვიგრძოთ თავი დამნაშავედ, რომ ვარღვევთ ჩვენ კანონს ამითი? როგორც ქრისტიანს, მე გულისხმობ, სად ხდება ეს უკვე ლეგალიზმში რო გადადის? და ჯონ მაკარტური პასუხობს: საბოლოო ჯამში თუ სიჩქარის შეზღუდვას გადააჭარბებთ, კითხვის დასვა თქვენ აღარ დაგჭირდებათ, არა? შეიძლება პოლიციამ გაგაჩეროთ. დიახ, მე გეკითხები ჯონ და კითხვის დამცველი აგრძელებს, ხომ? ეს სიჩქარის ლიმიტის შეზღუდვა, ეს არის გარკვეულწილად კანონის რაღაცა ფორმა, რომელსაც ჩვენ შეიძლება დავარღვოთ და შეიძლება ამის შენარჩუნება ლეგალიზმში გადავიდეს და ამასაც უნდა ესე მივაქციოთ ყურადღება? და ჯონ მაკარტური პასუხობს: სიჩქარის ლიმიტი თავისთავად არ არის მორალური საკითხი, ასე რომ ეს ერთგვარად ღვთის კანონის მიღმა რჩება. ჩვენ მხოლოდ ზოგადი გაგებით, ვიმეორებ, ზოგადი გაგებით უნდა დავიცვათ და დავემორჩილოთ ქვეყნის კანონებს. ახლა მე აქ არა ვარ იმისათვის და არ ვაპირებ აქ დგომას, რომ თქვენ რაღაცა მითითებები მოგცეთ და რაღაცა სტანდარტი დაგიწესოთ, სად როგორ უნდა მოიქცეთ. საბოლოო ჯამში თუ სიჩქარის ლიმიტს დაიცავთ, თქვენ პრობლემა არ შეგექნებათ, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით რეალურად და პრაქტიკულად. თუ რეალურად ვიმჟერებთ, თუ თქვენ კალიფორნიის ავტომაგისტრალებზე მოხვდებით და სიჩქარის ლიმიტს დაიცავთ, ამის გამო შეიძლება პირდაპირ გაგებით მოკვდეთ და თქვენი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდოთ. ყველამ იცით ხომ, სატვირთო მანქანამ შეიძლება გადაგიაროთ თქვენ. იმიტომ ვის ვერ შეჩერდება, ვერ გაჩერდება და ძალიან აგრესიულად დადიან იცით. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან საჭირო რაციონალური მიდგომა, რომელიც გონება ღმერთმა მოგცა. თუ მე მოვაკვირდები და მე მივყვები ზოგად დინებას და ზოგად დინებაში უნდა ჩავერთო, ხო? და ფრთხილად და უსაფრთხოდ ვიყო, მე აუცილებლად შეიძლება მომიწიოს სიჩქარის გადაჭარბება. და მე ვფიქრობ, პოლიციაც კი საკმარისად გონიერად უდგება ამას, რომ პირიქით ისინი ამბობენ, რომ ყველაზე მეტად საფრთხეს ქმნიან ნელად მოსიარულე და გამოუცდელი ბრძოლები მაგისტრალებზე. თავიანთი სულელური შეიძლება რაღაცა ნელი წასულითო თითქოს და არ უნდათ რომ გადააჭარბონ სიჩქარეს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა მიწევს პოლიციასთან საუბრისას, ისინი უფრო მეტად შეშფოთებულები არიან იმ ადამიანებით, რომლებიც ამ სინქრონულ დინებაში ვერ ეწერებიან. იმიტომ რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია, თუ გსურთ 55 თუ 65 მილით, ეს იცით ხო, ეს მილებით არის იქ საათში სიარული. უბრალოდ თქვენ უნდა გადახვიდეთ მარჯვნივ და ჩქარ ზოლზე არიაროთ. იმიტომ რომ თქვენ ამითი შეზღუდავთ უკან თელ დინებას და ძალიან დიდ სტრესს მიაყენებთ თელ ამ რაღაცა ჩქაროსნული გზის ამ დინებას. ამიტომ ძალიან გაგებით უნდა მოვეკიდოთ პრაგმატულად ამ საკითხს. კითხვის დამსველი ახლა მარტო ამაზე არ უნდა შეჩერება, ამბობს რომ ეს მხოლოდ მაგალითი იყო ჯონ, მე ზოგადად გულისხმობ, მაგრამ სად ხდება ეს უკვე ლეგალიზებული. რომ ლეგალიზმში არ გადავიდეთ ჩვენ. ჩაკითხვის იმითი ჩაეჭრა ჯონს და ჯონი აგზელეს. დიახ, ეს არასდროს არ არის ლეგალიზებული, როცა თქვენ იცავთ კანონს და კანონის დაცვა ძალიან სწორია. მაგრამ კანონის ფარგლებში არსებობს გარკვეული რაციონალური თავისუფლება, რომელსაც ყველა კანონი ითვალისწინებს. მაგალითად არის შემთხვევები, როდესაც კანონით არა გაქვთ უფლება ზიანი მიაყენოთ სხვას, მაგრამ კანონი ითვალისწინებს, რომ თუ გრძნობთ, რომ საფრთხეში ხართ, თქვენი სიცოცხლე საფრთხეშია და ვინმეს მიმართ ფიზიკური ქმედებას თქვენ ახორციელებთ, იმიტომ რომ თქვენი სიცოცხლე გადაერჩინოთ. ამაში გარკვეული გონიერულობაა და ამას ითვალისწინებს კანონიც. შეიძლება ესეც გამოდგეს მაგალითად.
ჩვენ როგორც ქრისტიანები უბრალოდ ვიცავთ კანონს, უბრალოდ ვაკეთებთ იმას, რასაც კანონი ამბობს, მაგრამ ამავე დროს გონივრულადაც მოქმედებთ სხვადასხვა სიტუაციაში. მაგალითად, როდესაც საქმე ეხება შემოსავლების სამსახურს. საზოგადოებაში ჩვენი ქცევის წესებს, ჩვენი მთავრობის მიერ დაწესებულ სტანდარტებს ჩვენ უბრალოდ პირდაპირ ვრიაგირებთ ამაზე. გულწრფელად რომ თქვა, არ ამგონია რომ რომელიმე ლეგალისტურ საზოგადოებაში ჩვენ ცხოვრობდეთ დღეს, რადგან ჩვენი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების მიღებული კანონები ძირითადად კრიმინალურ ქცევებთან არის დაკავშირებული. გულისხმობ, რომ ჩვენი ქვეყანა არ იღებს ისეთ კანონებს, როგორც დიქტატორულ ქვეყნებში, მაგალითად 8 საათი შეიძლება დაძინება, ან ქუჩაში სიარულის აკრძალვა, ან კვარტლის რაღაცა შემოვლა, ან რაღაცა ესეთი აქტიურობა. ჩვენ არ გვაქვს ესეთი შეზღუდვები, როგორც შეიძლება იყოს დიქტატურაში, ან კომუნისტურ ტოტალიტარ სახელმწიფოში. ჩვენ უზარმაზარი თავისუფლებით ვტკბებით. ზოგჯერ შეიძლება ჩვენ მთავრობასაც აქვს ისეთი მომენტები, როცა იწყება არეულობა, ხომ? რომ გაამკაცროს გარკვეული დროით ეს კანონები. და ზოგიერთ ქალაქში მაშინ აკეთებენ, როცა ხალხი უკონტროლო ხდება. და იცით, ლოს-ანჯელესში ძალიან დიდი გამოსვლები იყო მაგ პერიოდებში, ძალიან დიდი რა არეულობები და ხდება ხოლმე ამერიკაში და მაშინ კომენდანტის საათ შემოიღებენ და ადგილზე სროლის უფლებასაც აძლევენ ჯარისკაცებს. მაგრამ ჩვენი ქვეყნების მიერ მიღებული კანონების უმეტესობა დაკავშირებულია ზოგიერთის დარღვევასთან, რაღაცის, რაც ვფიქრობ, რაღაცით ასახავს ღვთის კანონებსაც კი, კრიმინალურ ქცევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ ამ კანონებს დავემორჩილოთ, მაგრამ ამავე დროს არის ის გარკვეული გონიერი თავისუფლება, სადაც ეს შეიძლება დარღვეული იქნას. მაგალითად, საუბრობთ სკოლაში სიარულზე, იმიტომ თქვენ გეუნებიან, რომ იქ 10-ის ნახევარზე უნდა იყოთ და სახლში 3 საათზე გამოგიშვებენ. კვირაში 5 დღე. თუ ამას გააკეთებთ, მე ვფიქრობ, ეს არის პასუხი მათზე, ვისაც თქვენზე ძალაუფლება აქვს. თქვენ უნდა გააკეთოთ ეს, თქვენ უნდა დაემორჩილოთ ამას და კიდევ ერთხელ ვფიქრობ, ქრისტიანული მოწმობის გულისათვის. იმიტომ რომ თქვენ ქრისტიანი მორწმუნე ხართ და გინდათ რომ იყოთ სამაგალითო მოქალაქე. ასე რომ მე ვფიქრობ, სტანდარტი არის კანონის დაცვა ძირითადად გონივრული თავისუფლების ფარგლებში. ვფიქრობ, რომ ამას ხალხი შეგნებულად გაიგებს. მადლობა კითხვისათვის.